მოგესალმებით, თითოეულ თქვენთან სულ მადლობა იმის რომ გამოწერილებ ჩემი არხი, იმისთვის რომ ალაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგაცნობთ მე ვარ კატო. მოკლედ გეტყვით რომ წაკარჩნოთ რამოდენიმე წუთს და გეტყვით რომ ისიც რომ ამზადებს სანთლებს, ახლა დავუწყეთ ისეთი ჩანს კიდევაც ესეთი ბუები არის, პატარა ბუები, ოჯახი ბუების, ესე რომ ვთქვათ, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა მიზნისთვის. ვიღაცამ ფინანსებისთვის, ვიღაცამ კარიერისთვის, ვიღაცამ პირადი ურთიერთობებისთვის, ესეთი ძალიან საყვარელი ბუები არის და შეიძლება იყოს დამუხტული და შეგიძლიათ შევუკვეთოთ ესეთი როგორც აქსესუარი შეიძლება დადგათ რაღაცა სახლში, სამშვენისი, რომელიც ასევე დაიცავს თქვენს სახლში შემომდინარე ენერგიებს, ხო? თუკი გრძნობთ რომ რაღაცა სახში შეიძლება ვიღაცამ შემოიტანოს ესეთი ენერგიები. მოკლედ, ამისთვის იცით რომ უნდა მომწეროთ პირად შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე, რომელსაც ვიდეოების ქვემოთ ვურთავ ხოლმე. ასევე გეტყვით რომ მაქვს ფასდაკლება პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით და ასევე ზოგადად სულ დიაგნოსტიკაზეც და ამასთან დაკავშირებითაც უნდა მომწეროთ პირადში. რაც შეეხება დღევანდელ გასვლას, მინდა გავაკეთოთ გასვლა, რა უშლის ხელს პარტნიორს თქვენთან, ანუ რა ხელის შემშლელი ფაქტორები გაქვთ თქვენთან ურთიერთობაში, ხო, თქვენ და მას. მოდით გავაკეთოთ ესეთი ორი ბუ ავირჩიოთ, მოდით იყოს ესეთი იასამნისფერი ბუ, მე მგონი ჩანს. ჩანს პრინციპს ავანთოთ, ესეთი იასამნისფერი ბუ, ესე გამოჩნდა და ესეთი მწვანე ბუ. ორი ბუ, ორი ვარიანტი, პირველი, მეორე და ვნახოთ რა არის, რა ხელის შემშლელი ფაქტორებია. იმედია ჩაიფიქრეთ, მე გადავდებ მწვანეს, მეორე ვარიანტს, დავტოვებ ამ პატარა ბუს, მოდით ამ ბუებს და ესე გავწევ, თორე მგონი გიშლით ხელს. ხო, ესე გავწიოთ, იყოს ეს ბუ აქ და ვნახოთ. ვინ არის ეს ადამიანი? ვინ ხართ თქვენ და თქვენ შორის რა არის ხელის შემშლელი ფაქტორი? თქვენი ადამიანი, რომელიც ვიტყოდი რომ სულ სწავლობს, სულ რაღაცა სიტუაციას სათავისად ცდილობს რომ მოიყვანოს, ესე ვთქვათ. ცდილობს იმას რომ არ ვიცი რატომ ხშირად საუბრობ შეიძლება მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ყველაზე მეტად აწუხებს სხვა რაღაცას უწინ უნდა სვლა, სულ რაღაცა ბიზნეს გეგმები აქვს, სულ რაღაცნაირად ცდილობს რომ მეტი გააკეთოს იმისთვის რომ ცხოვრება აიწყოს, ხო, რაღაცნაირად. ცოტა ესეთი ესე ვთქვათ, ცოტა შეიძლება ბევრს ფიქრობს, ანუ ნახეთ, სწავლობს, აკვირდება, მაგრამ ბოლომდე ქმედება შეიძლება არ არის, ხო, რაღაცა დაწყება, მაგრამ მერე ანებებს თავს, რატომღაც ესეთი ენერგია მომდის. აი, იწყებს, მაგრამ მერე საბოლოო ჯამში, როგორც კი პირველივე რაღაცა ისეთ ბარიერს წააწყდება, მალევე გული უცრუხდება. ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც როიტყვიან გადაწყვეტილება მივიღე, გავაკეთებ, ანუ მე უნდა ვმართო, საკმაოდ ისეთი დამჭრიახი გონება გაქვთ, ვერ ვიტყვი ვერაფერს. რეალურად ესე ვიტყოდი, რომ თქვენი ენერგიები ხა ამ ეტაპზე გონებაზეა დამოკიდებული და არა ემოციებზე, თქვათ, იმიტომ რომ პირად ურთიერთობას უყურებთ და ძალიან ესეთი პირდაპირ ესეთი მკაცრი არკანი ამოვიდა. ნუ შესაძლებელია უბრალოდ ეს იმიტომ არის რომ თქვათ თქვენ
იწევთ გინდა არ გინდათ დაკვირვება ადამიანებზე ხო არაერთი პრობლემა ყოფილა, არაერთი შეცდომა ყოფილა ურთიერთობაში და ნუ შესაბამისად ურთიერთობა თქვენთვის ახაც ეს ძალიან ემოციებზე და კი, მე არ ვიტყვი იმას, რომ შეიძლება არ გიყვარდეს და მარტო მგონებრივად უყუროთ ყველაფერს, აი მაწყობს არ მაწყობს, არა ესე არ ხართ, ნამდვილად ემოციას აუცილებლად მიყვებით, მაგრამ ნახეთ ურთიერთობაში ქმედებებს ძალიან დიდ ყურადღებას ანიჭებთ. რა არის თქვენს ურთიერთობაში ხელი შემცვლელი ფაქტორები? ნუ პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით ეს არის ოჯახი. ნუ აქ შესაძლებელი, აქ არის ის სიტუაცია, როდესაც შევედით შიხში, ანუ მიუხედავად რომ გვაქვს საშუალება, რომ რაღაცა გამოვიხსნათ და სიტუაცია მოვახერხოთ, მაგრამ აქ არის ადამიანების სიშორის მდგომარეობა და ეს სიშორე მოდის ოჯახიდან. ნუ ახლა ვიღაცისთვის შესაძლებელია პირდაპირ, ესე რომ ვთქვათ, კონკრეტულად ვინმე ან მეუღლის მდგომარეობა, ვიღაცისთვის შესაძლოა დედმამის მდგომარეობა იყოს. ყოველ შემთხვევაში აქ არის სიტუაცია, თქვენთან ხელი შემცვლელი ფაქტორები, ნუ შესაძლოა თქვენ იყოთ ოჯახში და პირიქით პარტნიორი იყოს თავისუფალი, ხო? ყოველ შემთხვევაში აქ არის ვალდებულებები, პასუხისმგებლობების მდგომარეობა, რომელიც არ გაძლევთ საშუალებას იმისას, რომ იყოთ ერთად, ხო? რაღაცა ეს ბარიერები, რასაც ქვია ოჯახური პასუხისმგებლობები, რასაც ქვია რაღაცა ეს რას ვიზავთ და მეუღლესთან პასუხისმგებლობები, ანუ აქ როგორც ჩანს დაუსრულებელი ურთიერთობა მეორე პარტნიორთან და შესაბამისად აი ეს ზუსტად არის ან უბრალოდ არ გინდათ რომ დაასრულოთ, იმიტომ რომ ნუ თქვათ თვლით რომ ან პროსტად მას არ უნდა რომ დაასრულოს, იმიტომ რომ თვლის რომ არ ღირს. ხო არის მომენტი, როდესაც კი მიყვარს, კი კარგად ვარ, კი ბედნიერი ვარ, კი რაღაცა ემოცია მაქვს, მაგრამ თქვათ არ მაქვს იმდენი საშუალება და იმიტომაც არის ეთყობა შეიძლება მატერიალურზე ესე გადართული, რომ არ შემიძლია, ხო, ამ წუთას მე არ მაქვს იმისი სტაბილური მომენტი, რომ თქვათ ორი ოჯახი შევინახო, ხო, ხა, იმიტომ რომ საიდანღაც რო წამოვა, გინდა არ გინდა იქ შვილები რჩებიან, ხო, რაღაცა ვალდებულებები რჩება, რომელი ვალდებულებიც გასასწორებელი აქ ადამიანის მარტივია უბრალოდ, ხო, როგორც ორჯერ 2-4-ია, აი ზუსტად ეს მომენტია და ადამიანს არ აქვს ამის საშუალება, ამიტომ ირჩევს იყოფნას და ნუ ეს ბარიერად მიაჩნია, ხო, ეს არის თქვენი რეალური ბარიერი. თუ კონკრეტულად ზუსტად იცით, რომ ამ ადამიანს ცოლი არ ყავს, მაშინ ნუ არ ვიცით თქვენი არ არის გაშლა, ან ნუ შესაძლოა ხა მაგრამ იცით როგორ მომენტი ხა დედასთან ურთიერთობის მდგომარეობა ბარიერად ძალიან ბევრია, ვერ ვიტყვი რომ არ არის ბარიერი, თან თუ თქვენ რაღაცა ვალდებულებები გაქვთ აღებული კიდე ცხოვრებისეულად, ნუ ვთქვათ, ყოფილხართ უკვე დაოჯახებული და შვილები გყავთ, ნუ აქ არის კი ეს მომენტი. აი აქ კონკრეტულად რაღაცა ეს ოჯახური მდგომარეობა ისახება, ხო? ნუ ვისთვის როგორ ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს მისი კონკრეტული დედა, მამა და ეს რაღაცა ოჯახის წევრები, ვიღაცისთვის შესაძლებელია მეუღლის მდგომარეობა. აი ეს არის ბარიერი, რომელიც გიშლით ხელს თქვენ ურთიერთობის გაღრმავებაში. და იმიტომაც ხართ თქვენ ცივ ენერგიებში და აკვირდებით ამ ადამიანის ქმედებებს, რას გააკეთებს და როგორ მოიქცევა. და ეს ადამიანი კიდე წვალობს რაღაცა უნდა რომ დაალაგოს და იქნება გამოუვიდეს საბოლოო ჯამში რაღაც. მოკლედ აი ესე გამოვიდა პირველი ვარიანტი და ნახოთ მეორე ვარიანტი ვინც ერჩია, მგონი ეს იყო. მეორე ვარიანტი ვინც ერჩია, რა არის თქვენი ბარიერი ურთიერთობის? ხართ. უბრალოდ ვინ არის ის? ვინ ხართ თქვენ? რა ენერგიაში ხართ და ბარიერი რა არის? თქვენ შორის. ვინ არის ის? ადამიანი, molxena ადამიანი, მხიარულება, საკმაოდ კარგი იუმორის გნობა აქვს, შეიძლება ითქვას ადამიანს. შეიძლება ცოტა აწრუფებიც უყვარდეს, ანუ ესე ვთქვათ, თვალსად ეს ლოთობა და შემდეგ არ არის აქ, უბრალოდ ადამიანს უყვარს რაღაცა სიამოვნება,
ასე ვთქვათ, ხო, რაღაცა ემოციური სიამოვნების მიღება, ხო, ცოტა სასმელთან ერთადაც რატომაც არა. საკმაოდ ისეთი ხალისიანი ადამიანია, რაღაც ისეთი მსუბუქი ენერგიებით ადამიანია, ახლა ძალიან დიდი ისეთი ის არ აქვს, შეიძლება ძალიან მსუბუქადაც უყურებდეს ყველაფერს, ხვდებით, აი ხანდახან შეიძლება მაგაზეც გეშლებოდეთ ნერვები, რომ აი ამ სირთულეს რატო უყურებ ესე მსუბუქად და ესე რაღაცა თითქოს არაფერი არ ხდებოდეს, ხვდებით, აი რაღაც ის მომენტია, იმდენად მსუბუქი ადამიანი. ვიხართ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც რაღაცა ახლა სუბრძოლის ველზე ხართ. რატო ხართ სუბრძოლის ველზე? თითქოს რაღაც ყველაფერი თქვენი მოსაგვარებელია, ყველაფერი თქვენი გასაკეთებელია, ყველაფერი თქვენი მისახედია, ხვდებით და რაღაცა სხვები გარედან გიყურებენ. ნუ შესაძლებელია აი წეღან ვთქვი, რომ თქვენ ბრაზობთ მეთქი მის სუბუქად შეიძლება ეს მომენტიც არ ის იმდენად სუბუქად უყურებს ყველაფერს თქვენ გიწევთ რეალურად მერე პასუხისმგებლობების აღება. რა არის ხელისშემშლელი ფაქტორები? სირთულეები, არ ვიცი ხალხო, მართლა გაოგნებული ვარ, ყველას ცოლი და ყველას მხარი როგორ აყავს, თუ რა ხდება კი, მაგრამ აქ ადამიანს ვერ გადაუწყვეტი, ადამიანს უჭირს გადაწყვეტილების მიღება, ადამიანი ვერ ხედავს კონკრეტულ გამოსავალს ურთიერთობაში, როგორ უნდა გადმოდგას ნაბიჯი, მე ესე ვიტყოდი, იცით, აქ როგორი მომენტია. ვიღაცისთვის პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება ითქვას, რომ არის რაღაცა манипуляტორული ქმედებები, შესაძლებელია ნეგატიური ზემოქმედებებიც, როდესაც ადამიანს აქვს თვალები ახვეული და აი არის ის სად მიყავს ეს ყველაფერი. ნუ ვიღაცას შესაძლებელია აქ რაღაცა ჩაკეტილი მდგომარეობა ქონდეს და ხო გეუბნებით, აი როგორი მომენტი იყოს, იცით? სასიკეთოდ რო აკეთებენ ხოლმე რიტუალებს და საბოლოო ჯამში სასიკეთოდ კი არა და თათ იმედი არ დაყუპავენ სიტუაციას, აი ეს მომენტი რო არის, აი რაღაც ეს მომენტი არის. აქ არის კონკრეტულად სხვა ადამიანის, ნუ შესაძლებელია ამ ადამიანის განნახეთ манипуляტორული კუთხე ქონდეს, თქვათ, თუ არ არის ეს კონკრეტულად ნამოქმედარი, ეს არის ის მომენტი, როდესაც აი რაღაცა ვალდებულებები ქონდა აღებული და ვერ იხსნის ამ ვალდებულებას, აი ვერ შორდება ამ ვალდებულებებს, ხო არის ხოლმე ესეთი შემთხვევები სამწუხაროდ რაღაცას დაპირდებიან 30 წლის წინ და 30 წლის მერეც სთხოვენ, რომ აი შენ რო 30 წლის წინ დაპირდი, მე რო თქვათ რაღაცას გამიკეთებდი, ეხლა რატო არ მიკეთებ ისევ, ხო? და ნუ აი არ ეშვებიან ამ სიტუაციას, ხო? აი რაღაცა არანებებენ თავს. არის სამწუხაროდ ესეთი მომენტები ხოლმე, როდესაც აი წარსული ადამიანები, წარსულში ურთიერთობები, რა ვიცი, 10 წლის და 20 წლის მერე ჩდებიან, ნუ რისთვის ჩდებიან ვერ ხვდები, მაგრამ ნუ კარგით, ჩდებიან და იწყება რაღაცა ესეთი გაურკვეველი მომენტები ხოლმე. აი აქ ბარიერი არის რაღაცა, ესე ვთქვათ, შეიძლება ითქვას ეს, რომ მეორე მხრივ კიდე იცით რა მომენტი არის აქ ბარიერი, რომ შეიძლება თქვენ მართლაც ძალიან ესეთი მებრძოლი ადამიანი ხართ და ძალიან ბევრი რამე შეგიძლიათ და ადამიანი უყურებს იმას, რომ თქვენ იმდენად ძლიერი ხართ, რომ თქვენ ვერ შეგედრებათ, ვერ დაგეწევათ და ამისთვის საბოლოო ჯამში მაინც შეიძლება არ გამოვიდეს ურთიერთობა და ამიტომ თითქოს აი რაღაცა ვერ ხედავს აქ როგორ უნდა გამოვიდეს სიტუაცია, როგორ უნდა გადმოდგას ნაბიჯი, როგორ უნდა გააკეთოს, მაგრამ აი რატომღაც არ ვიცი, მაინც მომდის ეს მომენტი, რომ აქ არის ადამიანზე ზოგადად როცა ნეგატიური ზემოქმედებას ხედავ ყოველთვის რაღაცა ორგანიზმზე ვგრძნობ ხოლმე ამას და აი შემიძლია ვთქვა, რომ ორგანიზმზე ვგრძნობ ამ ადამიანის აი გაბრუებულ მდგომარეობას, ხვდებით? და შესაძლებელია ის რაღაცა დალევისკენ თუ აქვს ძალიან ისეთი მიდრეკილება და აი რაღაცა სულ ცდილობს, რომ ყველა შემთხვევაში რაღაცა სიცილით მიუდგეს
ყველა თუნდაც ძალიან რთულ სიტუაციას აქ არის ეს ერთ-ერთი მახასიათებელი შეიძლება ითქვას. აქ აქვს ადამიანს, ესე ვიტყოდი, რომ აქ შესაძლოა რითი შეგიძლიათ კიდე ყველაზე კარგად მიხვდეთ, ადამიანს აქვს ხოლმე ხშირად კუჭის ტკივილი შეიძლება ითქვას. თუ თქვენ პარტნიორს აქვს ესეთი განცდის ესეთი მომენტები, შეიძლება მიხვდეთ, რომ რაზე ვლაპარაკობ და უფრო სწორად მიხვდეთ და რეზონირდეს. მედია დამიწერთ ყოველთვის წერთ ხოლმე და ძალიან მიხარია, რომ ვისთვის რეზონირდება. თითქოს კუჭის წვის მდგომარეობა და გული რომ ფორი აქვს რაღაცა ადგილს ვერ პოულობს და უცებ არ ვიცი, თავში თითქოს რაღაცა სითხე ჩაეღვარაო. ხვდებით, რაღაცა ისეთი შეგრძნების მომენტი და ეს დამახასიათებელი არის ამ ადამიანისთვის, ზუსტად იმ ნეგატიურის მდგომარეობა, ის რაც არის მასზე, არ ვიცი, ხა შეიძლება რაღაცა სასიყვარულო რიტუალი იყო თუ რა იყო ჩატარებული, მაგრამ რაღაცა აშკარად აქ არის ჩატარებული, რომელმაც საბოლოო ჯამში ამ ადამიანზე რაღაცა ისე შებოჭა, ესე ვიტყოდი და ვეღარ ახერხებს ურთიერთობის ეს არ არის ის მომენტი, როდესაც თქვენთან არა, ზოგადად ვერავისთან ვერ იზავს, ესე რაღაცა ესეთ ურთიერთობის ბოლომდე აწყობას თითქოს ხდებით, ეს მომენტი არის აქ. კარგად მიყავს ყველაფერი, მაგრამ ბოლოსკენ უკვე ძალიან ირევა. იკარგება, ხვდებით, დაკარგულია ეს ადამიანი ურთიერთობაში და შესაბამისად იმიტომაც ვერ დგავს ნაბიჯს და ეს არის თქვენი ბარიერი, რომ ადამიანი დაკარგულია სადღაცა სივრცეში. Dacă te-ai გამოვიდა მეორე ვარიანტი, მე რა თქმა უნდა ბედნიერებას გისურვებ თითოეულ თქვენთაგან წარმატებას, უვლებ და უსაწყლოს სიყვარულს და მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ ხართ ჩემს გვერდით დროებით.